საღამო მშვიდობისა რიოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ნიკოლ ფაშინიანმა რიგ ქვეყნების ლიდერებს ვაშინგტონის შეთანხმების დეტალები გააცნო, მათ შორის ირაკლი კობახიძესაც. სომხეთსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგები და მიღწეული შეთანხმებების დეტალები გააცნო. სომხეთის მთავრობის ინფორმაციით საუბარი შეეხო სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებას, ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის ინიცირებას და რეგიონული კომუნიკაციების გამბლოკვის სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით. ფაშინიანმა კობახიძეს შეთანხმების საჯარო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის მთელი რეგიონისათვის. ცნობისათვის 9 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონში მიღწეულ ისტორიული შეთანხმებას მხარდაჭერა გამოუცხადეს და რეგიონული მშვიდობისადმი ერთგულება დაადასტურეს. ტრამპი ფაშინიანსა და ალიევს კარგ მეგობრებს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში სომხეთსა და აზერბაიჯანის ლიდერებს ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევს შესანიშნავი ადამიანები, დიდი ლიდერები და კარგი მეგობრები უწოდა. დიდი პატივია ვიყო მათთან ერთად, როდესაც 10 წლეულების ომისა და სიკვდილის შემდეგ ჩვენ ხელი მოვაწერეთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, დაწერა ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად ვაშინგტონში 8 აგვისტოს შეთანხმების ტექსტის პარაფირება მოხდა და არა საბოლოო ხელმოწერა. პარაფირებული დოკუმენტის 17 პუნქტიანი ტექსტი ერევანმა და ბაქომ ერთდროულად 11 აგვისტოს გამოაქვეყნეს. მიუხედავად ვაშინგტონის შეთანხმებებისა, ბაქო იმეორებს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად სომხეთმა კონსტიტუცია უნდა შეცვალოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენლის ელჩინ ამირბეკოვის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერისათვის აუცილებელია სომხეთმა შეცვალოს კონსტიტუცია და მისგან ამოიღოს აზერბაიჯანის მიმართ ჯერ კიდევ არსებული ტერიტორიული პრეტენზიები. ამირბეკოვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში დოკუმენტის პარაფირებამ დაადასტურა, რომ საბოლოო ხელმოწერამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ცნობისათვის გუშინ ერევანმა და ბაქომ პარაფირებული სამშვიდობო ხელშეკრულების 17 პუნქტიანი ტექსტი ერთდროულად გამოაქვეყნეს. აზერბაიჯანი ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად კონსტიტუციის ცვლილებასთან ერთად ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლაც ასახელებდა. ამ უკანასკნელზე მხარეებმა ვაშინგტონში უკვე მიმართეს ეუთოს ერთობლივი განცხადებით. თეირანმა ვაშინგტონის შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებულია, მაგრამ უცხოური ძალების ყოფნა არ ახარებთ. ირანის მთავრობის სპიკერმა ფათემე მოჰაჯერიანმა პრეს-კონფერენციაზე სომხეთის ტერიტორიაზე გასასვლელ სატრანზიტო მარშრუტზე ისაუბრა. მისი თქმით, თეირანის ძირითადი მოთხოვნები ყოველთვის იყო რეგიონული სტაბილურობა, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, რაც მისი შეფასებით ვაშინგტონის შეთანხმებაში გათვალისწინებულია. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანს არასდროს ახარებს მეზობელ ქვეყნებში უცხოური ძალების ყოფნა. მოჰაჯერანის განცხადებით, ირანი ყურადღებით აგვირდება საკითხს, თუმცა მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს მისი მედიის საშუალებით გაზვიადება და უცნაურად წარმოჩენა. ეს განცხადება ეხმიანება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის ადრინდელ პოზიციას, რომელმაც აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება ირანის პრინციპებს, კერძოდ სუვერენიტეტის პატივისცემისა და საზღვრების უცვლელობას სრულად შეესაბამება. სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები არწივის პარტნიორი 2025 დაიწყო. სწავლება, რომელიც 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ზედიზედ მესამე წელია იმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის, შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის და კანზასის ეროვნული გვარდიის სამხედრო მომსახურეები. სწავლების მთავარი მიზანია სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთქმედების დონის ამაღლება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის სფეროში და სომხური წარმოშობის კონტინგენტის მზადყოფნის გაძლიერება. წლევანდელი წვრთნების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სამედიცინო ევაკუაციის პროცედურების დამუშავებაა.
ტრამპი და პუტინი ალასკაზე ხვდებიან. კიევი უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. 15 აგვისტოს ალასკაზე შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი თემაც უკრაინის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარება იქნება. მოსკოვში იმედოვნებენ, რომ შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, მათ შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას შეუწყობს ხელს. თავად ტრამპი აცხადებს, რომ კონსტრუქციული საუბარი ელის მისი თქმით ომის დასრულებამდე ორივე მხარე მოუწევს ტერიტორიების დათმობა. მან ასევე უკმაყოფილება გამოთქმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პოზიციის გამო, რომელიც რუსეთისათვის ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს. ტრამპის თქმით შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება და ის პირველივე 2 წუთში მიხვდება, არის თუ არა პროგრესი შესაძლებელი. ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხანგრძლივი მშვიდობისათვის აუცილებელია უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, როგორც არსებითი მოლაპარაკებების წინაპირობა. ევროკავშირი გმობს ალ-ჯაზირას 5 ჟურნალისტის მკვლელობას, რომლებიც ქალაქ ღაზის ალ-შიფა საავადმყოფოსთან ისრაელის საჰაერო იარაღში ემსხვერპლნენ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კაია კალასის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ამტკიცებს თითქოს მოკლულები ჰამასის ტერორისტები იყვნენ, აუცილებელია თელ-ავივმა ამის დასამტკიცებლად მკაფიო მტკიცებულებები წარმოადგინოს. კალასის თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გამოირიცხოს ჟურნალისტების სამიზნედ ქცევა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა ისრაელს ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეუმუშაოს და მისი უფრო ეფექტური განაწილება უზრუნველყოფს. და ბოლოს შევაჯამოთ რა დღევანდელი გამოშვება და მოკლედ წარმოგიდგინოთ თუ რა მოხდა მსოფლიოში ზოგადად. უკრაინა აღადგინა კონტროლი სუმის ოლქში მდებარე ორ სოფელზე, სტეპნოვესა და ნოვო-კონსტანტინოვკაზე, განაცხადა კიევის სამხედრო ხელმძღვანელობამ და აღნიშნა მცირე ტერიტორიული წინსვლა რუსეთთან საზღვარზე, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ. უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ მათი ძალები წარმატებით მიიწევენ წინ სირთულეების მიუხედავად და ათავისუფლებენ უკრაინულ მიწებს. ეს წინსვლა ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთი წარმატებით აგრძელებდა წინსვლას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, ბუფერული ზონის შექმნის მიზნით. უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ მათი ძალები წარმატებით მიიწევენ წინ სირთულეების მიუხედავად და ათავისუფლებენ უკრაინულ მიწებს. ეს წინსვლა ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთი წარმატებით აგრძელებდა წინსვლას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, ბუფერული ზონის შექმნის მიზნით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის პირველივე წუთებიდან მიხვდება, შესაძლებელია თუ არა უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების დადება და დეტალების გარეშე გაიმეორა, რომ ტერიტორიული გაცვლა შეიძლება ასეთი შეთანხმების ნაწილი იყოს. ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ მან ვერ შეძლო ომის შეჩერება. ტრამპმა თავი აარიდა იმის დადასტურებას, მიიღებს თუ არა ზელენსკი მოლაპარაკებებში მონაწილეობას, მაშინ როდესაც ევროპის ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ასეთი განხილვები შეიძლება მოსკოვისთვის მომგებიანი იყოს, თუ კიევის მონაწილეობის გარეშე გაიმართება. ორშაბათს ღაზის სექტორის აღმოსავლეთ რაიონები ბოლო კვირების ყველაზე მძიმე დაბომბვებს დაექვემდებარა, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ელის მალე დაასრულოს ჰამასის წინააღმდეგ გაფართოებული თავდასხმა. ისრაელის საჰაერო იარაღმა ღაზის ალ-შიფა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 6 ჟურნალისტი მოკლა, მათ შორის ალ-ჯაზაირას ცნობილი კორესპონდენტი ანას ალ-შარიბი, რაც 22 თვიანი კონფლიქტის განმავლობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ყველაზე სასიკვდილო დარტყმა გახდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და სხვა ევროპელმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს, რომ ისრაელის ახალმა გეგმებმა შეიძლება გამოიწვიოს უპრეცედენტო სიმძიმის კატასტროფა და უსასრულო ომი. პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგის მახლობლად US Steel-ის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 10 დაშავდა. აფეთქებამ დიდი ზიანი მიაყენა ჩრდილოეთ ამერიკის უმსხვილეს კოქსის საწარმო ობიექტს. ადგილობრივი ხელისუფლება აფეთქების მიზეზებს იძიებს, ხოლო კომპანია, რომელიც ახლა იაპონური Nippon Steel Corp-ის შვილობილი კომპანიაა, საფუძვლიანი გამოძიების პირობას დებს. აფეთქებამ ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია ქარხნის მიერ ჰაერის დაპირნძურების ხანგრძლივი პრობლემების გათვალისწინებით. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისათვის და გემშვიდობებით.